მოგესალმებით, ახლა მივიდივართ ჯიმში. 2 საათი არის აქ ესპანეთის დროით. გამოიწერეთ არხი და უყურეთ, როგორ მიაღწევს ქართველი ესპანეთში მიზნებს. დღეს გვაქვს მწკერდი, ძუძუები გვაქვს და მხრები. мотивация არა უშავს. აბა საღავსო უბრალოდ. ავის გარეშე დავდივართ ახლა და იმედია გავამჯობესებთ. იმედია ხალხი არ იქნება დღეს. რაღაცები მუშაობენ. აი შევიდით, და ნახოთ რას გავაკეთებთ. Წონა გავაუარესეთ, სიმართლე ითხრათ დაუწიეთ. წონა კი არა რეპეტიცია უფრო სწორად. ეხლა დავაყენო 80 კილოზე და იმედია 800 მაინც გავაკეთებ 80 კილოზე. წინაზე 87 კილოზე გავაკეთე 8, მაგრამ დღეს რაღაც ვერ ვარ. Mai. საშინელი დღეა. 8 გავაკეთე ძლივს და 5 კილო დაუკელი. 5 კილო 7 კილო დაუკელი. დღეს ცუდი დღე გვაქვს. ნახოთ როგორ გავაკეთებთ შემდეგ ვარჯიშებს. იმედია იქ მაინც გავაუმჯობესებთ. ეხლა მაგ დარჩენილი რავი გადაჯვარდინებულად მანქანებზე. 2 სერია ფაიომდე ბოლომდე. თუ იცი დაწერით რა არის ფაიო და კომენტარით, თუ არა დაგიხსნით. ჩემი კაცი.
და ვამთავრეთ ვარჯიში. მოვჭით. გაიდიხარ იყო სიმართლე გითხრათ, ვერაფერი ვერ გამომიჯობესე. ამ ბოლო დროს ვერაფერს ვერ ვამიჯობესებ, მაგრამ ერთ რაღაცას ვამიჯობესებ, რაც არის როგორ ვთქვათ, ანუ არ გამომდის ეს. ანუ როგორ ახსნა არ ვიცი. ანუ რო ვარჯიშობ, ასე ვთქვათ, ანუ თუ უნდები, ასე ვთქვათ, ერთი არ ვიცი, მე ამის დავამატება არ ვიცი, ანუ როგორ ახსნა ქართულად. სიმართლე მითხრათ. არ ვიცი როგორ თქვა, ანუ იმიტომ რომ ანუ დიდი დრო უნდა ასე ვთქვათ, ერთი მაგალითის გაკეთებას, იმიტომ რომ ანუ ნელა ვაკეთებ. ანუ ერთი ვთქვათ, მკერდი. ერთი წამი ზევით აკაჩვა და სამი წამი ჩამოწევაზე. ანუ რაც უფრო დიდი ხანი მომდებით, უფრო უკეთესი არის. გუნდი მაგ დროს იზრდება და ახლა მაგას ვარ და მაგიგაც, ანუ მაგას ვამჯობესებ სიმართლე გითხრათ. და მაგიტოს, ანუ ვერ ვეწევი მეწონას. მაგრამ სავარაუდოდ იქით თვეში უკვე წესით უნდა გავამჯობესო. შევხედავთ. რას ვიზამთ. ახლა მორჩინა ბიჯები მაგ დარჩენილი, ტელეფონი მიჯდება. მეორე ტელეფონი მაქვს. და ანუ ნაბიჯებს გავივლი. სანამ გამეთიშება და სახში ვილაპარაკებთ ვარჯიშებზე. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. სახში ვართ, ახლა გვაქვს ვარჯიშის მერე ჭამა, ასე ვთქვათ, არის ჩემთვის მესამე ჭამა და რას ვაკეთებ ახლა? ბრინჯი მაქვს მოხარშული 360 გრამი და ამ ბრინჯ ვინახავ, ასე ვთქვათ, და ანუ ნახევარ შევჭამ ახლა და ნახევარ შევჭამ მერე. გეგმა რა არის ჩვენი? ეს 250 გრამი არის. მერე ავიღებ ბრინჯს, ეს არის 250 გრამი, მარილი 10 გრამი ზეთი. ჯერ ახლა ამას ავურევ და დავაყრე ბრინჯს ამას. ბრინჯ სალატს დავაყრი. ეს არის და ეს. და ნახევარს მერე შევჭამ. და ბოლო ინგრედიენტე სეკრეტო გადათარგმნით, რომელიც გეხმარებათ. სასწაულებს მიაღწევთ ამით, თუ აიღებთ ამას ხიზილალა. არა, ეს უბრალოდ ეს მისწორდება ხიზილალა. გადაობის გარეშე ცოტა ხიზილალას დავაყოლებ და ეს არის ჩემი ვარჯიშის მერე ჭამა. ანუ ხიზილალა არ გეგონოთ ხოლმე ხიზილალა, უბრალოდ ეს ომეგა-3 არის. რო არ დავლიო ომეგა-3 მაგას. ეს არის ჩემი ჭამა, ამის მე დარჩენილი მაქვს ერთი ჭამა, მაქვს დარჩენილი კიდევ ბრინჯი. რამდენი გრამი აღარ ვიცი, უბრალოდ მოხარშული იყო სულ 360 გრამი და ახლა შევჭამ ალბათ 150 გრამს და ჩეს მერე შევჭამ. და დარჩენილი მაქვს 280 გრამი ქათმის ფილე. მაგას მე აირფრაიერში შევწავ. ეს არის ჩემი დიეტა, რომ გავიზარდო 90 კილო. სულ ეს არის სხვა განსაკუთრებული არაფერი არის, ხვალ ვისვენებ მეგობრებო და ზეგ მაქვს ვარჯიში, ზეგ მაქვს ხელების ვარჯიში. მაგრამ შეიძლება ხვალ არ ვიცი როგორ მოვასწრებ, ხვალ ან ზეგ, მინდა ახალი ვიდეო ჩავწერო, ვარჯიშების ვიდეო, ასე ვთქვათ, ანუ რას გულს როგორ გამოვიანგარიშოთ, რამდენი ანუ ვარჯიში არის საკმარისი თითო კუნცე, ასე ვთქვათ. ხელებზე რამდენი ვარჯიში უნდა გავაკეთოთ კვირაში მაქსიმალური და ანუ არის დამწყები საშუალო ადამიანები ვინც ვარჯიშობენ და პროფესიონალებიც აღწერ ამას. ზეგ მიქნება ფეხი. ასე ვთქვათ, ფეხის ვიდეოს გადავიღებ. შევჭამ ამას, შეა უკვე ესპანეთში ახლა არის 6 საკლია 20 წუთი. შევჭამ ახლა ამას 6 საათამდე
და 9 საათზე მაქვს ჭამა. 9 საათზე შევჭამ, შეიძლება უცოტ ადრე შევჭამ, ანუ 9:30-ზე, ეგ 8 საათზე, რომ 8 საათზე რო თუ შევჭამ, ანუ 10 საათზე რო დავიძინე, 10 საათზე ვიძინებ და ხვალ ისე ვავდგები, გინდათ არ ვარჯიშობდე, დილით ვდგები 7:30-ზე. გამოიწერეთ გვერდი, დალაიქეთ, გაიწავეთ ახლა.